Როგორც სრულდება ევრორეკომენდაციები და რა მოლოდინი აქვს საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ევროკავშირის მხარესთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ვენეციის კომისიაში უკვე გაიგზავნა კანონის პროექტები, რომელიც 12 რეკომენდაციის შესასრულებლად განიხილა საქართველოს პარლამენტმა. ასევე საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულია პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმა. შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული კანონების პროექტებისა და დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შეფასებას თხოვს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და 12 რეკომენდაციის შესრულება მაღალი პრიორიტეტულობით სარგებლობს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით პარლამენტის მხრიდან. შესაბამისად, შალვა პაპუაშვილმა მიმართა ვენეციის კომისიას და გადააგზავნა 12 რეკომენდაციის შესრულების სტატუსი და ინფორმაცია აღნიშნული შესახებ, რათა ვენეციის კომისიიდან მივიღოთ უკავშირი და ჩვენც ვიყოთ სრულად ინფორმირებული, რომ ის ნაბიჯები და ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც განვახორციელეთ სრულ შესაბამისობაში არის მოთხოვნებთან დაკავშირებით, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მხრიდან რეკომენდაციების შესრულება პოზიტიურად იქნება შეფასებული. ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი პოლიტიკური გუნდი პარლამენტში აკეთებს დემონსტრირებას, რომ ჩვენ გვაქვს გახსნილი პოზიცია თანამშრომლობისთვის და ყველა ინსტიტუტთან, ევროპულ ინსტიტუტთან, ვისი კომპეტენციაც არის დემოკრატიული რეფორმების შეფასება, ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა. იქნება ეს არჩევნებზე დაკვირვება, იქნება ეს საკანონმდებლო რეფორმები, იქნება ეს ვენეციის კომისიასთან პოზიციების გადამოწმება და შეფასებების გათვალისწინება. მოლოდინი არის საქმიანი, ამაზე უბრალოდ სპეკულაციების ზედმეტია. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერისა და ქართული დელეგაციის ვიზიტი დასრულდა გაეროს 78 სესიის გენერალურ დებატებზე ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლამდე გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრემიერმა და დელეგაციის წევრებმა არაერთი მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გამართეს. ვიზიტის შეფასებები მოყვა პოლიტიკურ სპექტრში. პრინციპულად კიდევ ერთხელ უთხრა, რომ საქართველო იმსახურებს იმ პროგრესის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელიც ევროკავშირმაც აღიარა და მეორე, რომ საქართველო განაგრძობს ბრძოლას თავისუფლებისთვის და განაგრძობს საკუთარი მშვიდობის, უსაფრთხოების უზრუნველყოფას, პარტნიორების და მეგობრების დახმარებას მშვიდობის და უსაფრთხოებისთვის. ასევე აჩვენა მიმართულებები, სადაც საქართველოს აქვს ნამდვილად პროგრესი, ეს არის დემოკრატია, ეს არის ეკონომიკა, ეს არის ინსტიტუციური რეფორმები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ნამდვილი მეგობრები, საქართველოს ნამდვილი მეგობრები ამ გზავნილს გაითვალისწინებენ.